მოგესალმებით, ეს არის კლუბი ნომერი 4. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლუბში. ისლამ ილია არის შიშტოვ კიშლოვსკის რაღაც სასწაული ფილმი, რომელსაც აფასებენ კრიტიკოსები და ამბობენ, რომ ეს არის შედევრი და ილიაპედი არის Hangover მესამე ნაწილი, რომელიც გაიყიდება და იქნება ყველა ბედნიერი. ხასიათი ძალიან ბევრს ნიშნავს, აი, კაი ხასიათზე როცა ხარ, ყველაფერს უფრო კარგად აკეთებ. აი, ჩვენ ყოველდღიურობიდან ვარ, არ არის აუცილებელი მებრძოლი იყო და ჩხუბობდე მარტო იმისთვის, რომ ხასიათსა და საქმის კეთებას შორის კავშირი ნახო. ალისაც წაგებული აქვს, დურასაც წაგებული აქვს, შუგარელი ლონერსაც წაგებული აქვს, ტაისონსაც წაგებული აქვს და ყველას ყველა დიდ მებრძოლს აქვს წაგებული. ეს არასდროს გრეხი არ იყო, მაგრამ ნუ ბოლო დროს შეიცვალა ეს ყველაფერი. ბევრად კარგ ხასიათზე შეიძლებოდა რომ ყოფილიყავით ამ ჩაწერაზე, რადგან გიგა ჭიკაძემ როგორც ისეთი დივზოლა და 28-29 ხო 28-29 დამარცხდა კი ბატონო დევიდ ონამასთან. მოლოდინები ქონდა რომ გიგას ონამას ჭიდაობაზე პასუხი ექნებოდა, რადგან ონამას დიდი პლუსი არ არის შეტევითი ჭიდაობა, ონამა მაინც მის ათლეტურობაზე და ეს ასე ვთქვათ ბინძურ ჩუბზე აკეთებდა. შენ რამდენად ასე ვთქვათ გაგაკვირვა აი მისმა წარმატებამ პარტერში? აი მე შეიძლება პოდკასტში არ გითხოვს, მაგრამ აქამდე მიხსენებია რომ ზოგადად გიგა ჭიკაძისთვის მთავარი ელემენტი იმისთვის რომ თავის სტრაიკინგის მაქსიმალიზაცია მოახდინოს არის ის რომ კონდეს კარგი takedown defense. რაც მეგონა რომ ამ ბრძოლაში თუ რამე კითხვის ნიშანი არსებობდა გიგას ჯანმრთელობაზე. და არა takedown defense-ზე გამომდინარე იქიდან რომ ალენთან საკმაოდ კარგად დაიცვა თავი და ალენმა კიდე ევლოებთან საკმაოდ კარგი ორთაბრძოლა ანახა და გამოჩნდა რომ ალენი რეალურად კარგი მოჭიდავია. შეიძლება არ არის ტოპ კლასის, მაგრამ არ არის იმ მე მგონია რომ ონამაზე ბევრად უკეთესი მოჭიდავი არის. თუმცა ხო გამომდინარე იქიდან რომ ამას არ ველოდი გულწრფელად რო გითხრა, სამი მცდიდან სამივე გდებას და მე სამივე გაკონტროლება ისე რომ რეალურად რაუნდები მოიპარა, უბრალოდ პირველზე დრო არ იყო იმისთვის რომ მოეპარა, თორე დარწმუნებული ვარ. ცოტა დრო რომ მიეცათ, შეიძლება და მან მოიპარა. ცოტა ადრე რო გაეკეთებინა takedown-თან ბოლოს წამოდგა გიგა. გიგა წამოდგა თან ონამა პირველ რაუნდში მაინც სტრაიკინგის ნაწილში ჯიუტა ტესტავდა, იმიტომ რომ ეს ონამა არის დაახლოებით იგივე სტილის მებრძოლი, რაც აი პერეირა, ოღონ ნაკლები გამოცდილებით სტრაიკინგში, რომელიც ერთ დარტყმას ზის და ილოდება. და ალბათ ქონდა მცდელობა იმის უბრალოდ გიგას კლასიკურმა ბევრად უფრო გამოცდილმა სტრაიკინგმა გადააფიქრებინა ის ჯობ ფეხზე ჩვეულებრივად ჯობნი და ანუ ნებისმიერ ყველა გასვლას უგებდა კი ქონდა რაღაც პასუხები ქონდა ესე ვერ ვიტყვით ხა რომ აი ფეხზე აბსოლუტურად შეშინებული და არა უბრალოდ ჯობნი და ესე რომ აიღო ჯობნი და გიგა ფეხზე მარტივად სხვათა შორის არ იყო ეს რაღაც სისხლიან ბრუტალური ბრძოლა უბრალოდ ნუ მართლა გასაკვირი იყო რა ვერ ხედავდი იმას რომ ონამა შეძლებდა ესე ჯერ takedown-ს გაკეთებას და მერე იქ გაკონტროლებას რა ძალიან სევდიანი მომენტი იყო მე მგონი მესამე რაუნდი იყო როცა ეს ზემოდან იყო ონამა ჩამოკიდებული გიგა ფეხზე იდგა და უნდა ჩამოცულებულიყო. მეთან მესამე რაუნდი გაუფლიანებული არ არსებობს მაგ პოზიციიდან არ ჩამოცურებული ადამიანი. მე არ მინახავს და რატომღაც ანუ ეთყობა არ ცურდებოდა თუ გიგამ შეამჩნია რომ არ იყო ეს გამოსავალი და მაგიტომ დაბრუნდა საერთოდ დაბრუნდა ანუ ზურგზე დაბრუნდა მე ხო აი მან დრო ჩამოცურებული იყო უკვე იყო რაუნდის იმით უმეტეს პირველი ნაწილი მესამე რაუნდის ძალიან კარგი და მაგ მესამე რაუნდზე გასამახვილებელი რაც იყო არის რომ კუთხეში დარიუშმა უთხრა რომ ცენტრი დაიკავეო კრივიო და მუხლებიო ანუ ცენტრი არ დაკარგო და ამით რაუნდს წამოიღე რეალურად უსმენდა გიგა რაუნდის ნახევარი გიგამ წაიღო
რაუნდის თან ეგ ხომ მესამე რაუნდი ის იყო ჰედბათებით რომ იასკნენ და მან მაქედან დაიწყო ხო უბრალოდ მაგ მომენტზე მე რეალურად გამახსენდა ის რომ აი ილიას შენთან აქვს თორცები ნათქვამი რომ ჭიდაობაში იმარჯვებს ის ვინც უფრო მშვიდად არის რეალურად გიგა ჩემი აზრით ხვდებოდა იმას რომ ეს რაუნდი იყო გადამწყვეტი გამარჯვებისთვის და აი არც ისე დამაჯერებელ პოზიციაში ყოფნის დროს, როდესაც ჭიდაობაში ხვდები რომ უპირატესობა არ გაქვს, ჩემი აზრით ცოტა პანიკის ელემენტი იყო, ცოტა აი სიმშვიდე ვერ შეინარჩუნა და ჩემი აზრით ეს იყო მიზეზი, რის გამოც ვერ ჩამოაცურა, თორე ფიზიკურად მით უმეტეს ონამა ცოტა ისეთი მოცულობის ტიპი არის, რომელსაც აი დიდი ის არა კიდურები, თქვათ რომ აი კარგად შემოეხვევს. მით უმეტეს ეს მასა აწვებოდა აშკარად თქვევი და წესით უნდა ჩაცურებული. წამების ამბავი იყო რა რეალურად ჩამოწურებული. წესით უნდა ჩაცურებული იყო ხო და რატო გადაწყვიტა სხვანაირად არ ვიცი. შეიძლება რა ვიცი, შეიძლება იგრძნო რომ არ გამოდიოდა იქ ყველაფერი, მაგრამ ნუ რა აზრი აქვს მაგას ფაქტია რომ ის მოხდა და იცით არის MMA ისეთი სპორტი არის რომ ერთი მოგება გინდა რომ გადაიტვირთო რა ერთი მოგება გინდა რომ რაღაც ახალი დაიწყოს და ამიტომაც მე იმედს არ ვკარგავ და სხვათა შორის წარმოდგენილიც მაგიცი რა იქნება კარგი ჭუბი ბრაის მიჩელთან აუ სხვათა შორის კი ორივე წაგებული აქვს ბრაის მიჩელი გიგა და ნუ წაგებული არ ვიცი და მოგებულს შეიძლება რომ ერთი კონტენდერი მიცემე რა. აი ბრაის მიჩელზე ჯონ სილვას თან ბრძოლამდე არ ვისურვებდი მაგრამ არა ხო, იმიტომ რომ ბრაის მიჩელის ჭიდაობა ბევრად ეფექტური არის. მაგრამ რეალურად რომ ნახეთ მის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხო, უბრალოდ ეხა აღარ ვარ კაცი მაგიტომ თორე მე კიდევ ერთხელ მგონი მე უბრალოდ იაი როდრიგესთან მინდოდა ყოველთვის რომ ეჩხუბა მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ მოგებული აქვს ამ ბრძოლას სავარაუდოდ ვერ მოითხოვს პიტბულს წაგებული აქვს და ჯერ არაფერი არ აქვს დამტკიცებული. თუ პიტბულს დამტკიცება უნდა რომ რაღაცა კონტენდერია შეიძლება გიგასთან მატჩაფიც იყოს და მით უმეტეს პიტბული მაინც და მაინც ისეთი ვარსკვლავი არ არის რომ ბელატორიდან გადმოიყვანეს და ახლა წაგებულზეც კაი ჯგუფი მიცენ. თუმცა მე ყველაზე მეტად მაღლობს ის რომ მე რანკინგში ისეთ პოზიციაში არ აღმოჩნდეს ისევ გიგა. გიგა კიდე რანკში არის? არ მგონია რომ დღეს შევამოწმე რანკინგში დააპდეითებული არ იყო, ეხლა გეტყვის ზუსტად რანკინგს. ახლანდელი მოცემულობით ისევ მე-12 ადგილზე არის. დააპდეითებულზე და ონამა რომელზეა? ონამა არ ზის ჯერ და მაგიტომ მე შენ. ხო და მაგას სავარაუდოდ ჯერ არ არის. არა, მოიპარავს მაგ ადგილს ონამა ეტყობა არ არის დააპდეითებული. უბრალოდ მე-12-დან მე რანკინგში აღარ იქნება. ხო, მე მაგანცდა რომ შეიძლება რანკინგში აღარ იყოს და ყველაზე მეტად თუ რაღაცა მატჩაპი მინდა არ ვიცი რატომ, მაგრამ განცდა მაქვს ის, რომ გიგამ შეუძლია ეს ბრძოლა და ეს რაღაცა მარცხების სერია გამოასწოროს იმ ბრძოლით, რითაც დაიწყო მისი მარცხი და კატარი რეალურად საშინაო ფორმაში არის. გიგას შემდეგ სერიოზული გამარჯვება არ ქონია, სუაგებს და არა აქტიური მებრძოლი არის. კატართან ჩანიშნული ბრძოლით სტილისტიკურად მესმის რომ ისე რთულია, მაგრამ არ ვიცი, ჩემი აზრით. კატართან უბრალოდ არ მგონია რომ იჭხუბოს კატარმა რა, კატარს შეიძლება წაგებები აქვს, მაგრამ კატარს ცოტა სხვა star power-ი აქვს, ამერიკელია, ცოტა სხვა ხელშეწყობა აქვს და ამის გამიჭირდება წარმოდგენა რა. აი მაინც ისეთი ჭუბი მინდა გიგასთვის, რომლის შემდეგაც აი top 10-ის მიდამოში მოტრიალეთ, აი მე-9, მე-11-თან მისცემენ ესეთ ჭუბს, აი თქვათ ბრაის მიჩელს თუ მოუგო მაგალითად. იყოს ჯოშ ემეტი, რომელმაც წააგო ბრძოლა. ჯოშ ემეტი უბრალოდ წინ არის რენკებში. 10-ში არის. ხო, ტოპ-10-ია და ეხა ვერ მიცემენ. ხო, რეალურად ისეთი ოპონენტი ახლა ამ ეტაპზე. ჯოშ ემეტი ძალიან კარგი არის სტილისტიკურად გიგასთვის ჩემი არის რა. იმიტომ რომ ჯონ სილვას არ მიცემენ მე-11-ია, ზალალი მე-13 არის და ზალალს აუცილებლად არიდებენ. დენიგეს რო წაეგო ბოლო ჭუბი. აი დენიგესთან შეიძლება ყოფილიყო და თან რაღაცნაირად გეიტკიფერი არის top 15-ის დენიგე. ეხა რეალურად გიგას თავს ხდება ესეთი ამბავი. მან შემდეგი ორთაბრძოლა უნდა მოიგოს, რომ შემდეგ დაბრუნდეს რანკინგში. ანუ იჭუბოს რანკისთვის. შემდეგი ჭუბი მისი შემდეგი ჭუბი ძალიან კარგი თუ რანკინგში მყოფი მებრძოლთან იქნება, მაგრამ არ მგონია ხო და ნუ შევხედოთ როგორ ბრაის მიჩელი რომელზე ბრაის მიჩელი ჩამოვიდა კარგად როგორც მახსოვს ჩამოვიდა გეტყვი ხა მე რამდენეზე ბრაის მიჩელი არის
საერთოდ აღარ არის ხო მაგიტო მახსოვდა ეგ ნაფიქრი მქონდა ესეთი იდეა მქონდა ამ ჭუბზე რომ ორი მებრძოლი რომელმაც ეხლახანს დაკარგა ტოპ 15-ში პოზიციები ერთმანეთში იჭუბონ ორივეს წარსული აქვთ სტილისტიკურად ერთი მოჭიდავე მეორე სტრაიკერი კარგი ჭუბი გამოვა რომელიც მეინ ივენტზე შეგიძლია რომ ჩანიშნო ბრაის მიჩელი გიგა ჭიგაძე და მოგებულს შეპირდნენ ტოპ 10-ს ან რაღაც ესეც რა ტოპ 10-ს ან 11-ს და ისევ ახალი შანსი მოეცემათ რომ მიეცემა გამარჯვებულს რომ დაბრუნდეს რანკინგში მით უმეტეს გიგამ რეალურად კომპრომისი გაწია ონამასთან ჭუბზე დათახვევით იმის რომ ონამა რანკინგი არისო ხო მაგრამ ვინსტრიკზე იყო ხო ვინსტრიკზე იყო რეალურად ონამას სერიოზულ ფორმაში არის და კარგი მეტო ხებს დამარცხებული და რაღაცნაირად შეიძლება იყოს ეს კომპრომისი იმისთვის რომ რაღაც ანგარიშვალდებული იყოს UFC-ის ძალიან ცოტათი წააგო ხო მით უმეტეს ახლა ძალიან ცოტაზე გამახსენდა რომ Facebook-ზე, Instagram-ზე, სადაც აი ფორუმებში, სადაც Facebook ჯგუფებში ბრძოლის შემდეგ მიყვარს ხოლმე კომენტარების რაღაც თვალის გადავლება. რომ აი ნახო ჩვენ ქართული აუდიტორიის გარდა სხვა აუდიტორია რას ვიქრობს და ეს ყველა რობერი. ეხლა ჩვენ ობიექტურობა გვმართებს გამომდინარე აქედან უნდა ვთქვათ რომ ეხლა ეს ის არ იყო წართმეული მოგება, იმიტომ რომ MMA არის ესეთი სპორტი რომ კონტროლი თუ ოპონენტი გაკონტროლებს ეს რაუნდი მიუხედავად იმისა რომ საერთოდ ზიანი არ მიუყენებია, საბმიშენი არ უცდია, რეალურად არ აქტიურობდა, უბრალოდ ქონდა ფოკუსირება იმაზე რომ ხო საჯების თვალში ეგრეთ ჩანს რა რაუნდს ზურგზე ამთავრებს და ტიპი ზემოდან გაწევს და ხან ესე მოიქნევს ხელს და ხან იქიდან და ვითომ რაღაცას ცდილობს და სინამდვილეში პოზიციის შენარჩუნებას ცდილობს მაგიტო წერდნენ რობერის რომ რაღაცა ექშენი რაც იყო მან კომბატ ექშენი რაც იყო მაგაში მოიგო გიგამ და პარტერში რაც ხდებოდა ის არ იყო მართლა კომბატი ეგ იყო არ ვიცი რაღაცა ოლიმპიური სპორტის ნაწყვეტი სადაც უნდა მოიპოვო. ეგ არის უბრალოდ სამწუხარო რეალობა ამ სპორტის, რომ ესე არის და მაინც გიგას ბრძოლაში არ მოხდა ეს. არა, ძალიან მართლობეჭვის ხიძე გაიარა ხა რეალურად ჩვენ უბრალოდ გული დაგწვდა ძალიან და ესე უყურებთ თორე ხა X-ის და Y-ის ჭუბს რო შეხედო და ჩვენ თქვა ემოციური კავშირი ამ ჭუბის მიმართ საერთოდ არ გქონდეს, აი გაგაღიზიანებდა რა ონამას დამოკიდებულება იყო ძალიან გამაღიზიანებელი. ანუ ადამიანმა ყველაზე მოსაწყენი გზით გაიმარჯვა და ისი აღნიშნავდა თითქოს არ ვიცი ვოლკანოვსკი და ჰოლოვეი მითიშა ერთ. ნუ რაღაცა გიგა ჭიგაძე მისთვის იცახდა რომ ჩემთვის ლეგენდარიო და მიმასთან ჭუბიო ბლა ბლა და თქვა ხო რომ აბაო ეხა მაგას ვიდგე და ვიჭუბაო ეგრე არ გამოვაო და ხო ნუ რეალობა თქო თვითონ ბრძოლის პროცესში იმ პირველი რაუნდი ისეთ კარგი იყო სტრაფიც იყო ყველაფერი იყო საერთოდ კაცო ჯოგნიდა არაფერი უბრალოდ ის რაღაც ფეხზე ისხდებოდა რომ ზოგჯერ უწევდა გიგას უკანა ფეხიდან ჭუბი რაც აბსოლუტურად თავისუფლად გამოსდის გიგა ნუ თავისი ფიზიკურობით აქტიურობდა ონამა და წინ მიდიოდა ხოლმე და რაღაც ძლიერი ორიანი და ესეთი რაღაც მძიმე დარტყმებს ისვრიდა თითქმის ვერც ერთი ვერ გაარტყა, იმიტომ რომ გიგას ამ ყველაფერზე უმარტივესი პასუხები აქვს. ხა ბევრად მაგარი მებრძოლი არის და სტრაიკერი არის, ხო და ნუ სამწუხაროდ აი ამ პარტერმა ესეთი მნიშვნელოვანი გამარჯვება წაართვა გიგას ხო და მართლა რა თქმა უნდა ყველა მაგას იძახდა აბსოლუტურად გეთანხმები რომ აი საშინელი რა ანუ აი ძალიან ხშირად ხდება რომ მებრძოლები არიდებენ თავს ბრძოლას ეგ არის მეტი არაფერი რა ვაიმე ხა მე გიგა ჭიგაძესთან ფეხზე ვიდგები და მომიწევს ხელი დავარტყა ფეხი დავარტყა და იმანაც ფეხი დამარტყა და ხელი დამარტყა და მოდი ეგ არ მინდა და ჩავალ პარტერში და იქ ჩვენთვის წყნარად ვიქნებით რა ქვია ერთმანეთს ანუ აღარ ქვია მაგას ბრძოლა რა და ძალიან ბევრი მებრძოლი აკეთებს მაგას რომ აი ოსტატები არიან რომ თავი არიდონ ჭუბს ესე რო უთხრა მეგეთქვია რომ ჭუბს კი არა ზიანს ვარიდებო და მოგიყვანენ მაგალითებს რომ ბევრი არიდებს ზიანს თავს მაგრამ ნუ არსებობს ფლოიდ მეიუეზერის არიდებული ზიანი და არსებობს ონამას არიდებული ზიანი ხა იმის დაცვის ყურება ერთი სიამოვნებაა და ამის ფორტხიალის ყურება პირიქით როგორც იტყვიან ხოლმე სვარკა და ამიტომ რა ვიცი შეიძლება მოვიდეს ის დრო როცა UFC აღარ მიაქცევს ყურადღებას რა კულებს საერთოდ significant punches რო არის
ანუ როცა პარტერში რაღაც უაზრო დარტყმები გეთვლება significant დარტყმებად ჩემი აზრით მე მგონი რომ მივა მაგამდე UFC რადგან ინფორმაცია იზრდება, პროფესიონალიზმი იზრდება, არავის არ უნდა რომ დასახჭრებული იყოს 28 წლის ასაკში, ყველა ფრთხილი იქნება და აი სულ უფრო და უფრო არასანახაობრივ ჭუბებს განვიხილავთ რა. ხო და მე იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი რომ UFC ამ წესებს რაღაცნაირად შეცვლის რა. ხო, კიდე კაი წარმოედგინე ჯო როგანს არა აქ გადაწყვეტილების მიღების უფლება, თორე დოლარს მიწაზე იწყებოდეს, ავდღეს ჩავარდებოდა. ხო, გიგას ჯო როგანის წარმოდგენით გიგა უნდა მეორე რაუნდი, არა, მაგრამ მესამე რაუნდი უნდა დაეწყო ზურგიდან, იმიტომ რომ ნუ შენ თუ ვერადექი მსაჯემა რატო აგაყენავ და ეგ კიდე არა უშავს. ხო, კალათბურთის კორტზეც უნდა ტატამით გაკეთებულ კალათბურთის კორტზე, სადაც იქნება ესე იმაში, რომ ჭიდაობაში რომ ხაზები ხატია და იქ რო გადახვალ აღარ შეიძლება. მოკლედ რაღაც გიჟური იდეები აქვს, ხო. კაი ლინკი იქნება, ჩემი აზრით, გიგას ამ ბრძოლაში უნდა გაეკეთებინა ის და უნდა გამოსხოდა ის, რასაც აკეთებდა პრატესი. და რას აკეთებდა პრატესი, ამაზე ხა შეგვიძლია ვისაუბროთ. რეალურად იყო ძალიან მაგარი ორთაბრძოლა. ჩემთვის ბევრი რაღაცა გამოკვეთა ამ ბრძოლამ, როგორც გამარჯვებულზე, ისევე დამარცხებულზე. პრატესიც ვითხრის რა სტილის ბრძოლი არის, ესეც ძიმე დარტყმას, თან მარცხენა ჰუქს ურტყავს რაღაცა უბედურად. და ისე ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა იყო, თუმცა იან გარი ხო საერთოდ fight IQ აი აშკარა ჩანს რომ ახალი თაობის მებრძოლებს ეს fight IQ-ზე აქვს კარგი ფოკუსირება გაკეთებული და კემპინგზე. აი როგორ უმუშავებდა, აი ჰაი-კიკებს რო ურტყავდა სულ. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი არ გავიდა თითქმის. ამ ჰაი-კიკებმა ეს ხელები დაუზიანა. მე რამდენიმე დარტყმას თუ დააკვირდი, ფუშკიკს უკეთებდა პირდაპირ აი ამ ადგილას ხელზე. სადაც ხელებს ართმევდა, არაც დიდა იმ დისტანციაზე დადგომა, სადაც აი ესე კარგად მოუქნევდა და მაგარი ორთაბრძოლა. თან კემპი არც გაუულია, ხო, short notice იყო ისე 25 დღიანი. გადაანაწილა 25 დღე იყო, ნუ 25 დღე კიდე ისე ტრაგედიაც არ არის. რაღაცის შესწავლას მოასწრებდა რა და ყველაზე მაგრად მაინც ალბათ ის გადაანაწილა, რომ როგორ აქ თავისი აქტიურობით და რაოდენობით რა მარტივად წამოიღო პირველი 3 რაუნდი. დამაჯერებელი, აი ყველამ რო იცოდა რომ სამი რაუნდი პირველი მოგებული აქვს და ის შემდეგი 2 რაუნდი უბრალოდ უნდა გადარჩენილიყო, ისე რომ 10 დროები არ უნდა წაიღო რა. უბრალოდ პრატესმა მან რეალურად ჰქონდა პრატეს სერიოზული მომენტი, როცა ბოლო რაუნდში. ანუ რატო გააკეთა ეგრე და ნახევრად გათიშული. იქ რო რაღაცნაირად რო ბადესთან რომ მივიდა, მეთქი, ანუ მართლა ერთი დარტყმა აკლა და რატო აცადა ადგომა, იმიტომ რომ ეთყობა იფიქრა პრატესმა, რომ ჯობია წამოდგეს და ისე გავარტყავა, არა და მართლა აი low fight IQ გადაწყვეტილება იყო რა. მან ხო წამებს აქვს მნიშვნელობა 3 წამის მერე არის უკეთ. ის იმ წამს არის ცუდად და მაგ დროს უნდა დაამატო დარტყმები და TKO-ს მიაღწიო. პრატესმა რეალურად მე გამაკვირვა მისი ამტანობით. მისი მე მგონი 5 რაუნდიანი როდის ჰქონდა ნაჩხუბარი პრატეს ჰქონდა საერთოდ UFC-ში 5 რაუნდი ნაჩხუბარი და ფინიში თქონდა. ხო, ბოდიში თუ ვწდები, მაგრამ მე მგონი პირველად იჩხუბა კაცმა 25 წუთი და როგორ კარგად გამოიყურებოდა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მუშაობა მოუწია. მით უმეტეს პირველ 3 რაუნდში 15 წუთში, ნუ გარი ამოსუნთქვის საშუალება არ იყო. გარის ეს რაღაცა ფენომენალური სისტრაფე აქვს, სიზუსტე. და თან როგორც ვიცით, პრატესი არც ისე სპორტული ცხოვრებით ცხოვრობს უყურს ეს და ეგ ხა ისეთ პასაგზე არის, ეგ მერე იჩენს თავს, თორე 24 და 25 წლის ასაკში იმ მომენტში ეგ ის არის რა ქვია, რეკომენდაციას კი არ უწევ მაგას უბრალოდ ამ წამს არაფერი არ ემართება მაგის გამო, მაგრამ რა თქმა უნდა თავისას წაართმევს რა თუნდა ამას საუბარი სპორტსმენი რომ უნდა სვავდეს და ეწევდეს. ერთი სიტყვით გარიმ ზოგადად ამ ჩხუბით
აი ბევრი რაღაც წამოიღო რა ყოჩახ რო იყოჩახა ჯერ ესეთი თქვა რომ ბექაპ ფაიტერი იქნება საჩემპიონო ჯგუფში და დენა ვაითმა დაადასტურა ეს ყველაფერი ჯერ როცა პრატესის გაუქმებულ ჯგუფზე აი დაინახა პოტენციალი რა რომ პრატესი ჰაიპში არის ფაიტენერცი არის ფაიტენერციდან არის და სტილისტიკურად შემიძლია რომ უცბად დაინახა როგორ მოუგებდა რა დროც ნორმალური იყო 25 დღე და ანუ იდეალურად შეასრულა ყველაფერი გააკეთა ძალიან მაგრად მართლა ძალიან რა როგორ მღერის გაქვს ნანახი კი ანუ იანგარი მღერის აი არ ვიცი ძალიან ბევრი მომღერალი ვერ მღერის ეგრე ჩაწერეთ იანგარი singing და ნიჭიერეგაცია ხო ნიჭიერეგაცია არის უბრალოდ პრატესთან მიუხედავად იმისა რომ გამონახა გზა როგორ მოუგებდა ეს არ არის ისეთი წილის მებრძოლი რომელმაც მაქსიმუმ შეიძლება მოგიგოს იმით რომ ჩაგეხუტოს 5 რაუნდი და რაღაცა რომანტიული ორთაბრძოლით გაიმარჩოს და რეალურად ადამიანია რომელმაც შეიძლება იმდენად მძიმე ნოკაუტში გაგიშვას და რეალურად ბოლო რაუნდში აუდგეს ჩააგდო ეს სტადიო და გარი აქეთ-იქეთ ბოლოს ვერც წამოდგა არა რამის და ფინიშდა ის მომენტი იყო რომ თან როგორ დაუტრიალა აი ეგ არის რა რეალურად ამ ბრძოლის განმავლობაში პრატესზე რამდენჯერ გარის აქ ეს ყველაზე კარგად fight IQ-ს ერთ-ერთი მთავარი არის რომ კარგად შეურია ყველაფერი ფეხსაც ხო მაგრა ურტყავდა high kick-ებს ხო შუურებდა კრივს ხო საოცრად ურტყავდა კრივს დისტანციაზე როგორც შევიდოდა და ყოველთვის ანახებდა გდების მცდელობას და ის takedown defense-ი ქონდა უმაგრეს მაგრამ პრატეს ყველაზე კარგი რაც ქონდა აი რაზეც ვამბობდი რომ გიგასის უნდა ექნა თქო არც ერთ წამით არ ეგუებოდა არც ერთ პოზიციას როგორც დააგდებდა ეგრევე წამოდგომას ცდილობდა აი ეგ მონაკვეთი გიგას დააკლდა ბრძოლაში იმიტომ რომ ბოლო რაუნდში თითქოს აი full guard-ში რო აღმოჩნდა შეეგუა და ჩარჩა დიდი ხანი თან ონამა headbutt-ით არც გიგას როგორც ეთკინა დარწმუნებული ონამასაც იგივე დოზით ეთკინა ხო თან იმ headbutt-დან მაინდა-მაინც რაღაცნაირი პოზიციაში აღმოჩნდა რაღაცა ხო შეიძლება სხვანაირად დაცემულიყვნენ რა მაინდა-მაინც ისეთი მაშინ მოკლედ გარი სერიოზული განაცხადი გააკეთა რითაც ჩემი აზრით დაბრუნდა welterweight-ის კონტენდერებში იმიტომ რომ თუ ვისთან დამარცხა შავკათთან ახლა შავკათთან დამარცხება ადამიანთან მithumetes როგორ დამარცხა decision-ით ო და რაღაცა მე მგონი შავკატი იცი რა იყო მანდ რომ შავკატი მანდ 100% არ იყო მე მგონი რა მე ხო ტრამვები ქონდა და ნუ ერთი სიტყვით არ იყო ეგ 100%-იანი შავკატი მაგრამ ამას ვერ წავართმევდი ანგარის რომ საკმაოდ თანაბრად დაამარცხა ფეიჯმა დაამარცხა ავიცი ასე შარას მოუგო ფეიჯმა შარა სერიოზული ის ქონდა რა ქვია ჰაიპი ფეიჯამდე ნილი დაამარცხა ფეიჯის ეჭიდავა კარგად ეჭიდავა ნილი დაამარცხა მეგნი რო დაამარცხა ხა ეგ გეიტკიპერი არის მაგრამ რახმანოვთან წაგება არ იყო რა იმ დონის წაგება რითაც უნდა გამოაქვთ მithumetes ძალიან ახალგაზრდა ხო კარიერულად უკან დახეული ნაბიჯი არ იყო რა decision-ი დამარცხდა ავიცი 100%-იან ფინიშერთან კი ბატონო ოჩახ მოკლედ ანგარის რეალურად ჩაერთო კამრის კონტენდერებში ამ გამარჯვებით არც პრატესმა დაკარგა ძალიან ბევრი თქვათ ესე ღირებულების თვალსაზრისით ისე მიიჩნევა საშის მებრძოლად მან გვაჩვენა ამ ბრძოლაში რომ ნებისმიერ წამს შეიძლება ჭხუბი დაასრულოს მან გვაჩვენა რომ კარგ მოჭიდავესთანაც აქვს პასუხები ის არ არის მარტო სტრაიკერი და კარგი takedown defense-ი აქვს ასე შემდეგ და ასე შემდეგ მოკლედ ძალიან სანახაობრივი ჭხუბი იყო და ბევრი რაღაც მივიღეთ გულშემატკივრებმა ამ ურთაბრძოლით რა ეხლა კი შეგვიძლია კაკე ვისაუბროთ იმ საკითხზე რომ სავარაუდოდ დღეს ჩვენ პოდკასტ ჩავწერეთ და ხვალ საერთოდ ყველაფერი შეიცვლება იმიტომ რომ ესე წყევლასავით გვაქვს მეგობრებო როგორც კი რაღაცა სიახლეზე ხვალ გამოაცხადებენ მეორე დღეს აი საერთოდ სხვა რაღაცა ხდება და ჩვენ ბოლო ეპიზოდზე როცა სავარაუდოდ გვეგონა რომ ისლამი წავიდოდა მე გამოვარდა სიახლე რომ ილია კემპი დაიწყო და მე მიემატა ის სიახლა რომ ისლამაც კემპი დაიწყო რა ჩარლზ ოლივიერამაც ეხა დარჩა ორი საკითხი გუშინ იყო დაზუსტებული ინფორმაცია ის რომ დროებით კამარზე არ იქნება ბრძოლა ან იქნება ბრძოლა ვაკანტურ კამარზე ან იქნება პირდაპირ ტიტულზე ბრძოლა ვაკანტურ კამარზე იქნება რა თქმა უნდა
ვაკანტურზე არა უკვე დათმობილ კამარზე იქნება ბრძოლა ოლივიერასა და ილიას შორის და თუ title fight იქნება ჩვეულებრივი იქნება ისლამ მახაჩევი ილია. აქ უბრალოდ ერთი დრამაც ახლავს თან ამ ყველაფერს რომ ბელალ მუჰამედმა დაანფოლოვა მთელი AK გუნდი დაწყებული მენდესიდან დამთავრებული unfollow გაუკეთა მთელ მართლა ზუსტად ისე გადავამოწმე ხაბიბს და იმას და მე ქონდა რამდენიმე დღის შემდეგ ისევ გამოიწერა. არ ვიცი ეს დრამა რატომ მოხდა. ეხა აქვთ ის ამ დღევანდელ მომენტში ისევ გამოწერა. ეს პრობლემა რა არის მე მგონი რომ მის და ისლამის ურთიერთობას მე მგონი არასწორი სახელი დაარქვა რა. ანუ ბელალი ისლამზე რო საუბრობს აი გეგონება ძუძუმტეზე ლაპარაკობდეს რა რომ ერთად თავართ გასდილები და რაღაც არა და იქ არ არის როცა ისლამს ეკითხებიან ბელალზე, ანუ როგორც ბელალია იმისთვის აი ეს აი რაღაც დისკომფორტს აი რა აბაბიჭო რაღა ბელალია ჩემპიონი რა, ეხა 1-2 კემპი აქვს ერთად გავილი. გასაგებია ხა კემპი ისეთი რაღაც არის, რომ ძალიან გაახლოვებს ოჯახებით იცნობენ ხალხი ერთმანეს და მნიშვნელოვანი მირთუმეტეს მებრძოლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ეგ, რომ ერთად რო კემპს გაივლით უკვე ნუ ითვლები რომ მეგობრები ხართ, მაგრამ აგერ მასვიდალს და კოვინგტონს აქ ერთმანეთში ნაჩუბარი და ხო ერთად ცხოვრობდნენ, ეგეთ რაღაცები ხდებოდა, მაგრამ ნუ ის ორი ამერიკელია, მათ ცოტა სხვა მორალი აქვთ, ამათ ცოტა სხვა, მაგრამ ბელალს მე მგონი ის აერია, რომ ეხა ბოლო იჩხუბებენ რა ერთხელ რა, ეხა ისლამი ეგრე უყურებს, რომ რა ვქნა ეხა თუ წონას ვეღარ ვაფიქსირებ და მიწევს 77-ში ასვლა აუდგები და ავალე ხარ, რა გავაკეთო, სპორტსმენი ვარ, კარიერა მაქვს და აუდგები და ავალე, რომელიც ჩემი ბავშვობის მაგაცი ეგ არისო, ხო? მაგას იტყოდა. თან ბელალი კაცო, სად არის? ამერიკაში არ არის გაზრდილი? ბელალი რომელი დაღესტნელია? ხო, ანუ რეალურად ამერიკაშია ტიპი გაზრდილი, ხო? და მაგრამ რაღაც საუდის არაბეთის სახელით გამოდიოდა თუ რაღაცის. ხო, იმიტომ რომ პალესტინის სახელით ვერ გამოდიოდა და მე იმას ქნა. ხო, რაღაცის მოკლედ, მაგრამ ამერიკაში დიდი ხანია ცხოვრობს და არ არის მისი ფესვები კავკასიიდან. ყატარის სახელით გამოდიოდა. ხო. თუ კუვეიტი, რომელიღაცა. მოკლედ ეს რაღაც ძალიან ეზმაკაცება და ისინი სპორტულად უყურებენ, მე როგორც შევამჩნიე რა და JDM-ი არ ვიცი როგორ მოუგებს JDM-ი ისე მაგრა თუ შეუტია ბელალმა და ისეთი ხა რა ქვია მასი ლეონ ედვარდსთან რა ტემპით შემოგთავაზა ბელალმა ხა ბელალი ხო ძალიან ბევრი ჰეიტს იღებს რაღაც მაგრამ ხა ერთი რაღაც დაასავიწყარი არ არის რომ ნუ საშინელი პრესინგი აწარმოა ლეონ ედვარდსი არა მოასუნთქა ხო ჩემპიონია რა არა მოასუნთქა ტიპი აი მართლა ტემპში ჩაახრჩო და ძალიან გამეკვირდება რომ JDM-მა ჯეკ დელამადელინამ ჯეკ ორდედიოდემა თუ რას ქვია ზუსტად სულ ავიწყება თქვა მაგ ტემპს გაუძლოს და ეგეთ მაგარ მოჭიდავეს იმიტომ რომ ეხა უსმანთან წარმოიდგინე ლეონ ედვარდს უკვე პასუხები ჰქონდა მეორე ჯგუფში რა ანუ ტეიქდაუნს იცავდა ფეხზეც დგებოდა ტეიქდაუნსაც იცავდა და ეგეთი ტიპი გადათელა რასაც ქვია ბელალმა ჭიდაობით და ეხა JDM-ი არ არის მაგდონის მოჭიდავე რომ ბელალის პრეს გაუძლოს მართლა მეეჭვება რა რომ ეგ მოხდეს ხო და მე მგონია რომ ბელალი გაიმარჯვებს და ისლამი აღარავა იმიტომ რომ ამდენი საუბრის მერე პროსტა ძალიან ხერხული იქნება ხო რაღაცა უბრალოდ გამოსავალი რა იქნება მე ხარ ყველაზე მეტად ეგ მაინც რეალურად მაჩაპი საუკეთესო მაჩაპი ჩემთვის პოტენციური ილია და ხა ილია და მახაჩევის ერთ-ერთი ელიტ ლეველი არის ის რაღაც მარკეტინგი სპორტული თვალსაზრისით welterweight-ში თუ რაღაცა ბრძოლის ნახვა მინდა და ბევრი ბრძოლა რომლის ნახვაც მინდა მაგრამ შავკატი მახაჩევი ჩემთვის არის აი იდეალური ორთაბრძოლა რა სტილისტიკურადაც საინტერესო და არ ეჭხუბება ხო და შავკატი როცა მივა ბელალამდე მე არ ვარ დარწმუნებული რომ ბელალი
ამ შავკატს არ მგონია რომ გადალახოს, მაგრამ შავკატის ბელალამდე მისვლას მინიმუმ ჭირდება, აი ხა ბელალი ეხა ჩხუბობს, 1-6 თვე ხო მაინც ჭირდება. 6 თვეში რო იჩხუბებენ, კიდე რამდენიმე ხანი ხო ჭირდება რომ შავკატმა იჩხუბო. სადაც 1 წლის ამბავია. მე საერთოდ რო ხვდები შავკატი რატო არ ჩხუბობს კამარზე. არა ვიცი, ყველას აღჭობს, ყველას უგებს, გარისაც მოუგო ტრამვირებულმა. შავკატა ტრავმა მიიღო. ხო და ხო ტრავმირებულია. თვითონ მიიღო ტრავმა და თორე იჩხუბებდა, თვითონ შავკატი უნდა ჩანიშნულიყო, შავკატმა თვითონ თქვა რომ ტრავმა მივიღე და ამის გამო ვერ ვჩხუბობო და ჩასვეს. ხო, მოკლედ შავკატის გაჩემპიონება 77-ში დროის საკითხია, მე მგონი ბელალი ეგრე ვერ მიპრესავს, ბელალს მოუწევს, იმ შემთხვევაში რომ თქვა მოუგო რა, JDM-ს მოუგო და შემდეგ შავკატი გამოჯართელდა, ჩაინიშნა ჩხუბი. არ მგონია რომ შავკატმა ვერ მოუგოს, ბელალს მოუგებს ჩემი აზრით. უბრალოდ მახაჩევისაც ემატება და ემატება ასაკი რა. მithmet 1 წელი პასუხობა ძალიან დიდი ხანია. გიგაჭიგაძეს ცხოვრებაში ეგეთი პრობლემა არ ქონია. ანუ ყოველთვის აფიქსირებდა წონას, წონა არ გაუფუჭებია გიგაჭიგაძეს. არასდროს და აგერა მოუვიდა ესეთი რაღაც, იმიტომ რომ ასაკში რომ შედიხარ, ძალიან ძნელი ხდება უკვე ასაკი 35-ს რო გადასდები. ისლამი რამდენი წლის არის? გეხოცები ერთი წამით შეხედე რა. უცბად რომ ეხა მახაჩევი არის 33 წლის, ჯერ აქეთ 2 წელი შესაძლოა. აი 35-ის, მე 2 წელიწადში ეხა ისლამი უკვე წელიწადში 2 ჯერ ჭუბობს, ხო, თქვა დაახლოებით ეგრე, ჰაჰა 3 ჯერ, რაც ასაკში შედის, მით უფრო ისე ჭუბობს, ხო, ნაკლებს. აქედან გამომდინარე 35 წლის შემდეგ მე ეჭვება რომ ისლამი, მოკლედ ისლამის გადასვლა 77 კილოში არის დროის საკითხი, აუცილებლად გადაა, იმიტომ რომ ისლამის წონის კლება არის ერთ-ერთი ბრუტალური წონის კლება საერთოდ რა. ეს ახალი მეთოდი. ხო, ლაითვეიტში ახალი მეთოდები რო არ არსებობდეს, ვერ ძაან ხაბიბი კვდებოდა კაცო იმასთან რა ქვია. გეიჯისთან ფერგისონთან ჩაეშალა ჭუბი მაგის გამო რომ თვითონი ხო გაითიშა და ხელით მიათრიეს ეს სოვიეთ სტილით ძველი მეთოდით, აი ადრე რომ ერაბი თავს იკლავდა ხოლმე. ხო, შემოხვეული პარკები. არა, ეხლა აკეთებს მაგას, მაგრამ მოკლედ რაღაცა სხვანაირად აკეთებს. რაღაცა ნუტრიციონისტი ყავს და ხო, მოკლედ რომ ექიმები არ ვართ და დეტალებში ვარ შევიდეთ, აგერ მერაბის მაგალითზე გეტყვით. მერაბის წონის კლება თავის UFC-ს კარიერის დასაწყისში, ანუ ყოველთვის ინტერვიუს წერდი ხოლმე მერაბთან ჭუბის წინ და ანუ გამიჩერებია ინტერვიუ და მithქვავს გიგასთვის გამიხედავს და მეთქი შევჭკვიტოთ, ანუ უკვე რომ აზრები ერეოდა და ვეღარ საუბრობდა. ეხლა აღარ არის ეგრე, ძალიან წყნარად აბარებს მერაბი ეხლა წონას, იმიტომ რომ შეიცვალა. მე მგონი ადრე იყო, აი უბრალოდ არ წყალს ვავს, არც ჭამდა, ჩერდებოდა და უკვე ძალიან ასტრალში გადიოდა და ეხლა არის რომ მოკლედ ერთი კვირით ადრე იწყებ 8 ლიტრის დალევას წყლის, მერე იწყებ 6-ის და ბოლო ესე 4 ჩამოდიხარ და ბოლო 2 დღეს საერთოდ აღარ სვავ. და ეს წყალი გამოდის და მოკლედ ესე იკლებენ რა და ეს მეთოდიც ხაბიბმაც აღმოაჩინა გეიჯის ჭუბის გეიჯის ჭუბი იყო ბოლო, ხო? და ხო, აი სადღაც აი ფერგისონთან, აი იაკუინტასთან სადღაც რა, რომ მაგრამ მაინც ძალიან უჭირდა, ხაბიბი ძალიან დიდი არის 70 კილოგრამის. ხო, ბოლოს ხო არის ესეთი მოთქმა, რომ ბოლოს წონა ვერ დააფიქსირავ, ძალიან რო გავუხარდა. ხო, არ ჩაუგდეს ხა იქ მამამისის. ხო, სერიოზული ეჭვები იყო, მანდ რომ გეიჯისთან რეალურად ხაბიბმა წონა ვერ დააფიქსირა და საერთოდ ანუ ეგ მექანიკური სასწორი, რასი გიჟეა პროსტა ხალხი გაფრინდა, დენა ვაიტი არის ილონ მასკის მაგაცი და სასწორი უდგათ, ხო, ანუ კაცი მიწევს, მოძე ეგ არის გაუშვით ყვირის, რა.
ტიპმა ანუ ოფიციალური წერტილი არის რომ ამ კაცმა უნდა დაიძახოს. ანუ იქ ვერაფერს ვერ შეამოწმოს. ანუ თელი მუღამი არის რომ ის უნდა დაბალანსდეს რა. ესო 70 კილოგრამზე გაასწორებს, ეს უნდა დაბალანსდეს და ხაბიბზე ახლოდან გადაღებულ კაცში არ არის დაბალანსებული. მარცხნივ არის ჩამოწეული. ანუ მარცხნივ არის ბევრი მარცხნივ არის ის და მაკედან იყო წამოსული რა. ეგ აზრი რომ რეალურად ხაბიბმა ვერ დააფიქსირა. ნუ ხაბიბის რეაქციაზეც იყო რა. არა, იტანჯა რა, კი და იქ მიზეზის მე იმას გამოფროვი ხარით, აი აუცილებლად მოიტყვა ხაბიბმა რომ თქვა რომ ოჯახის პირობებიდან გამომდინარე რომ დედას შეუპირდი რაღაცა, მაგრამ კი არ იტყვება თქო, უბრალოდ ეს წონის კლებაც აი აღარ შეეძლო უკვე გეიჯის წონის კლების ვიდეოები რომ ნახო, ანუ გული მოგიკვდება, ხო, ანუ არ არის კაცი. პირსახოცებს ადება. მაგას ორჯერ და სამჯერ ვეღარ იზავდა ხაბიბი და 77-ში კიდე არ ვიცი რა ეს ხა პრაიმუსმანთან და იმეებთან ჭუბი, ხო, მოკლედ ეგრე გადაწყვეტა დაუმარცხებელმა დატოვა და უბრალოდ ისლამი მე მაგალითად იმიტომ მიმაჩნია უფრო მაგარ მებრძოლად და უფრო დიდ ასე ვთქვათ სპორტულ პატივს უფრო დიდ ისლამს იმიტომ რომ ჯერ ერთი ბერად მრავალფეროვანი არის ხაბიბი მონსტრი იყო ხაბიბი რასაც აკეთებდა იმაში საუკეთესო იყო რა მაგრამ ისლამს ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია ხო რა ხელსაწყოს ფესას და ხო ხაბიბის ჭიდაობაზე არანაკლები არა აქვს ну რაღა ხა აი ბუზს კალაშნიკოვით მოკლავ თუ ტანკით გადაული რა აზრი აქვს ხა ვიღაცებს რა ხო შემთხვევაში საკმარისზე მეტი აქვს ხო რა იმას რა სამ დრუდობერს ხაბიბი გაგუდავს თუ ისლამ ახაჩევი თუ იმას რა ქვია იმას მოკლედ რამდენიც აზრი აქვს რამდენით გერევა ხო და 77-ში აშკარად ისლამი აპირებს კარიერის გაგრძელებას და აი ეს იცი კიდე ისი დამსახურება მგონია რომ ისლამს წაგება აქ ერთი რა და არაფერს არ ეხაუჭება ხაბიბს ეს კომპლექსი ქონდა რომ აი მე რამე არ მოხდეს და აი ჩემი დაუმარცხებელი სტატუსი არ დავკარგო და ისლამს ეს არა ხო არა უშავს საერთოდ არასდროს ესე არისო აი არასდროს ესე არის ხო და რასამ ალისაც წაგებული აქვს დურანსაც წაგებული აქვს შუგარელი ნონერსაც წაგებული აქვს ტაისონსაც წაგებული აქვს და ყველა დიდ მებრძოლს აქვს წაგებული ეს არასდროს გრეხი არისო მაგრამ ну ბოლო დროს შეიცვალა ეს ყველაფერი ხო და ну მარკეტინგული ამბავი ხო და კი ბატონო და ისლამი არის ის ადამიანი რომელიც ძალიან წყნარად გადავა 77-ში და არ მოერიდება ცოტა თავისზე დიდთან ჭუბს თან არავინ მასზე ბევრად დიდი არ იქნება ხა რაჯანზეა ხოლმე ისლამი 70 კილოგრამში 77-ში რაჯანზე იქნება ისლამი წარმოიდგინე მე ერთადერთი ადამიანი ვინც ველტერვეიტში მგონია რომ ისლამს დაამარცხებს არის შავკატის გარდა მე ვერ ხედავ პოტენციურად ვინმეს ვისაც შეუძლია ფეხზე მოუგებს ისლამის დამარცხება ხო, აი ვინ ჩამოთვალოთ რა, JDM-ს ჭიდაობით გავიგე. აი მოდი ხა მივყვეთ ტოპ 10 9 კაცს, იმიტომ რომ მე-10 ონილია და კონვიქტონია მე-9. კაი ბარნსიც ამოვაგდოთ. მე-7-დან დავიწყოთ გარის ჭიდაობაში დაჩაგრავს, იმიტომ რომ მაგრამ გარი დიდია ბიჭო. მაგრამ გარი დიდია სტრაფიც არის უბრალოდ. ხო, უბრალოდ მე ესე ვერ ვიტყვი, ხა რომ ვკითხო რომ აი მე მგონია რომ მახაჩევი უფრო აი ამ ჭიდაობაში აი მახაჩევს აქ ის რაც გარის აქვს ზოგადად fight IQ და ვოლკანოვსკი ვერ დაჩაგრა. ხო, ეგეც არის. უბრალოდ იანკარი ძალიან დიდი არის. მაგრამ ვოლკანოვსკი პატარა არის და საჭიდაოდ უფრო სულია და გარი კიდე მაღალი არის. კი ბატონო, მე იმას უბრალოდ ანუ ხელის მოსმით ვერ ვიტყვი თქო მე პირადად მაგას რა. მაგალითად, მაგრამ სტილისტიკური მეჩაფებია. ხო, ხა ბელალს ფეხზე მოუგებს, ხა ბელალის პრესინგი ისლამი ძალიან წყნარად უპასუხებს მაგ ჭიდაობას ფეხზე დატოვებს და მოუგებს. აგრესიული ჭიდაობითაც ხო, შეიძლება დაასაბუთოს. ბელალის იარაღი რაც არის მაგას ვამბობ რა, თვითონ ბელალი როგორც იგებს, ეგ ისლამს არ ადარდებს, ხო? ბაკლის საუბარი არა, ბაკლის აუცილებლად მოვა. ძალიან აქ მომატებული. ბაკლის მე მგონია რომ dark horse არის მაგაური. ხო, აი აქ უბრალოდ აი მე მაინც ვერ ნახე ბაკლის რეალურ ოპოზიციასთან გატესტილი. აი როგორც გაიტესტება, მე უკვე შეიძლება მას საუბარი. ხო, ვანდერბოიც აი ჩაგრავდა. ხო, ვანდერბოიც და მაგრამ შეახტა ჯორივით, ხო. ბევრს იკლებს ბაკლა, ხო, ძალიან მაგრამ აგებულება აქვს რაღაცა იმის გორილას. მონსტრია, მართლა გორილა, ხო. მადალენაზე, მადალენას არ მგონია რომ ისლამის ჭიდაობასთან რამე პასუხი კონდეს. უსმანი კარგია, მაგრამ
მაგრამ აღარ არის ისეთი როგორიც იყო და ახოთ რა მისი მუხლის პრობლემები არ ვიცი. უსმანის და ხამზატის ჭუბს მეორედ, აი აბსოლუტურად 5 რაუნდი უყურე. არ იმას ჭუბს უყურე და აი ვერ იტყვი რომ რამე დაიჭრა. არა 5 რაუნდიანში მე მგონია რომ მოუგებდა. Short notice-ზე და middleweight-თან წარმოიდგინე, ანუ უსმანი საერთოდ არ არის რა, ხელს ამოსაკრავ და წარმოიდგინე ერთხელ წააგო რაღაცა მოგებული ჭუბი ესე აიღო და აჩუქა ლეონ ედვარდს. ყველაზე მეტ კითხავს მისდა შევდები გწუხლა რა. აი მეორე დრო ედვარდსთან წააგო. ხო, კი ბატონო. აი მაგან decision-ის რო წააგო ედვარდთან მე მგონა რომ ედვარდს ერთადერთი მოგების შანსი ჰქონდა ფინიში. ხო, უბრალოდ ძალიან დიდი მენტალური უპირატესობა მოიპოვა ედვარდსმა იმ ნოკაუტით და თან მე ხო ქულები წაართვეს ედვარდს იქ. და ედვარდს თუ უსმანს წაართვეს ქულები? რაღაცა ერთი დედაქშენი მახსოვს მეც. ხო, მოკლედ რო არ შევიყვანოთ. ხო, მაგრამ მაინც ხო უპირატესობა ქონდა. მოკლედ თანაბარი ჭუბი იყო, მაგრამ ნუ წაართვა კამარი, მერე დაიცვა ისე უსმანს და კამარი და მერე რა უსმანს მერე იჭუბა ხამზატთან. Short notice-ზე და გადასარევად იჭუბა მართლა მესამე რაუნდი მოუგო და მან რომ მეოთხე მეხუთე ყოფილიყო კაცმა არ იცის რა იქნებოდა ანუ რეალურად ერთადერთი კაცი ვისაც ვინც ორატორი კაცი ვინც გაუძლო ხამზატის პრესინგს ჭიდაობით არის ბენსი არის და ხო უსმანი ხო ასე რომ უსმანის ჩამოწერას ნაადრევია და უსმანი მახაჩევში არ ვიცი უსმანი ძალიან დიდი არის და ძალიან მაგარი მოჭიდავია და ესე ვერ შეჭამს აი ვარჯიშს უყურებდი ხო არ დარბის სულავს და აი აშკარად ეთყობა რომ აი მანევრებით ვერ გადაადგილდება რაც უნდა რა. კი ბატონო, უბრალოდ ჭუბის დროს, ნუ მოკლედ რაღაც ზღუდავს რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ემზადება ისე რომ რო განიყვება რომ ესე ქუჩაზე მივდიოდითო რა. მე და უსმანი და ვიღაც მოკლედ რაღაც და ესო ანუ გაზონზე დადიოდაო რა ჩვენ რომ მივდიოდით ესე გაზონზე და რა საკეთებ კითხა რომ უცნაურია რა ქუჩაზე მივდივართ და ერთი დადის გაზონზე და ეს მკივდებაო ხო ასფალტზე რომ დავდივარო ხო და ნუ წარმოიდგინე რა დღეში აქ როგორ უძლებს მაგრამ ჭუბში ახერხებს რა რომ გომიჭიდაო ის რაღაცნაირად ახერხებს მართლა წარმოიდგინე ანუ რეალურად იმ დონის იმ სტილს ვერ მიყვება რაც უნდა რაღაც აი სადღაც მაინც აბკოლებს და მახაჩევთან რაღაცა დამაბკოლებელი კონდეს და მაინც გამარჯვო ჩემი აზრით ძალიან უბრალოდ აი მე ჩიმაევთან მისი ბრძოლა კარგ რაღაცას მეუბნება თქო რა მიუხედავად იმისა რომ წააგო ჩემი აზრით ძალიან დიდი კომპლიმენტის თქმის საშუალებას იძლევა უსმანის და მახაჩევის მეთქი ჩიმაევის ორთაბრძოლა რო გადახედო კი უსმანს მე მგონია რომ ბევრი კონტენდერის დამარცხება შეუძლია ამ წუთასაც უბრალოდ აი არ ვიცი აი შავკატი არის პრობლემა ამ დივიზიონის იმ კუთხით რომ გაჩემპიონობის გზას უღედავს გარი შავკატი ბელალი ისლამი ბაკლი აი პრატესაც პრატესის სერიოზული მაჩი შეუძლია მოარტყას და გათიშოს შეუძლია პრატესს რომ დაბრუნდეს და მოკლედ აი welterweight ისე როგორც არასდროს ხდება საინტერესო რა აი ხა რამდენი ადამიანი ჩამოვთვალეთ რომელსაც პრეტენზია აქვს კამარზე ეგრე მარტო იყო ხოლმე featherweight-ში ძალიან ბევრი პრეტენდენტი იყო ხო ეს პიოტრიანი ომალი მერაბი ალდო სარაქვია მიმჩება ახლა ვიღაც გამომჩება მენდესი მანამდე და ის იყო ომალი თქვი ხო მოკლედ აი ხუთს რო ჩამოთვლიდი თავისუფლად რომელსაც პრეტენზია აქვს რომ ჩემპიონი გახდეს აი ძალიან ცოტა იყო და welterweight-იც ესე ასე ვთქვათ ესეთი წონა გახდა და აი მახაჩევი როავა ხო საერთოდ მე მგონი ერთ-ერთი საუკეთესო წონა იქნება ჩვენ რეალურად ძალიან გავცდით რაზეც უნდა გვესაუბრა იმას თუ კემპი დაიწყო მახაჩევმა რას უნდა ნიშნავდეს ეს შენი აზრით მე ჯერ ეს ერთი დენავაითმა ისე ჩაიცინა ეხა ეკითხებოდ ეს რაღაც ჭუბები გამოაცხადა ნახალი ესე ახედა თავის სიას რომელიც ნუ არ ჩანს და კიდე მაქო რამე გამოსაცხედებელიო და არა ჯერო არა და მე ჟურნალისტმა კითხა რომ რაღაცა თემა გადაუტანა ილიაზე კითხა მე თემა გადაუტანა დენავაითმა და ოი კარგოა კაცო ილიას ჭუბზე და გაიგებთო და ეცინება სულ ეცინება და
ერთადერთი მიზეზი რატომაც წელავენ, ანუ ეგ ჩხუბი არის 28 ივნისი. ეგ ჩხუბი მაგ ჩხუბამდე დარჩა, რომელია, ხო, დაიწყო მაისი. ნაგერე 28 ხო, ის რომ დაწყები და რომ გადაწყვეტო ბაგასემ ორი თვე არის. ანუ რეალურად ჩხუბის პრომოუშენისთვის UFC-ს რაც უფრო მეტი დრო ექნება, მით უკეთესი. ესე იგი, აქ რა გამოდის, რომ სამწუხაროდ მე მგონი ეგრე არის სამწუხაროდ რა შუაშია. ილია იწყებს კემპს, ისიც იწყებს კემპს და ოლივეირაც იწყებს კემპს. სამივე იწყებენ კემპს. 11 მაისს იქნება ბელალის და JDM-ის ჩხუბი. თუ JDM-მა გაიმარჯვა და გახდა ჩემპიონი, კემპი დაწყებული აქვს უკვე ოლივეირა უკვე ვარჯიშობს. მე მგონი რომ ეგრე დაალაგეს და ერთადერთი მიზეზი რატომაც არ ამბობენ მაგას არის ის რომ მე ხარ მე ორიგინალს კი არ ვამბობ. ეგ არის ერთ-ერთი მთავარი თეორია რა. რომ 11 მაისს ამათ ეწოდინებათ უკვე რომ ვინ მოიგო JDM-მა თუ ბელალმა და თავიდან სხვათა შორის მე თვითონ მეწინააღმდეგოდი ამ თეორიას, მაგრამ მე დამილაგდა თავში რომ ეგრე ალბათ რა, იმიტომ რომ სხვა მიზეზი არ არის. მოიგო JDM-მა, მორჩა, ოლივეირა თოფურია იჩხუბებენ იმაზე რა ქვია, კამარზე, ვაკანტურზე უკვე და სოფლიო არავით არ ინტერიმზე და ისლამი იწყებს ჩხუბს მომზადებას 77-ში და თუ მოიგო ბელალმა და შეინარჩუნა კამარი, მაშინ ასე რა ქვია, ისლამი რჩება 70 კილოგრამში და 28 ივლისს ნახავთ ილია ისლამი. აი მე რა მაინტერესებს, ნახე, თუ კემპი დაიწყო ისლამმა. ეს ხო რეალურად ამდენი გაცდენილი ბრძოლა ხო ფინანსურად არა საინტერესო იქნება მახაჩევისთვის, იმიტომ ზარალი არის მინიმუმ, იმიტომ რომ არა აქტიური. დაიწყო კემპი ისლამმა. ბელალმა ვიცი სადაც მიდის. ჩათვალე ვიღაცას ტყილა მოუწევს ვარჯიში ცოტა ხანი. ისლამს უწევს კემპი. ხო და აი ისლამი რამდენად აი დათანხმდება იმას, რომ ამდენი რეალურად თუ ბელალმა მოიგო, ან ოლივეირას უწევს ტყილა ვარჯიში, ან ისლამს უწევს, იმიტომ რომ JDM-მა თუ მოიგო, ისლამი ხო არ გააგრძელებს ვარჯიშს. ისლამს მოუწევს JDM-თან ჩხუბი დაახლოებით 4 თვეში. ხო და შეიძლება კაც JDM ჩემპიონია, შეიძლება JDM-მა თქვას რომ ანუ რა ვიცი დამასვენეთ 6 თვე. შენ ვალდე ჩემპიონი როცა ხარ 6 თვე გაქვს ვალდე. ხო, საშუალოდ რო ავიღოთ დაახლოებით 4 მაისს მოუწევს. ხო, ნუ 6 თვე ხო არ ვარჯიშებს, კემპში ხო არ იქნება 6 თვე ისლამი. და აი ეს ხო აი ეს არააქტიურობის პერიოდი რამდენად ის არაფერი არ ეხება. ბოლო ჩხუბი როდის იყო? იგივე ქართზე იყო რაც მე რამადა იმან რო იჩხუბეს უმარმა. ხო, ანუ კარგი დიდი პაუზაც გამოვა. არა, ეხლა ეგ ორი თვე ისლამს არ აჩქარებს თუ ძალიან გაუხარდება JDM-მა რომ მოიგოს, აი ძალიან გაუხარდება. უბრალოდ ისლამს, აი ხა მე აი მან ლოგიკას ვერ ვეწევი. თუ ისლამი ამდენი ხანი ამბობდა და ეგ ხო რეალურად ისლამის სიტყვები არის და ხა ის ვიღაცა პიარი უწევს თუ მარკეტინგი არ აქვს მშრობა, ისლამ მახაჩევის სახით იწერება, ისლამ მახაჩევი ამბობს. ამბობს რომ არ გეკუთვნის თუ ტოპ 5-ში ადგილი არ აქვს. ხო. მე მიდიხარ იგივე საკეთებს. JDM-თან გაჩხუბებენ და შავკაც ახტები, რომელიც არ ვიცი შავკატი, მე არ მგონია რომ უნდა გადაახტეს. არა, არ უნდა გადაახტეს, უბრალოდ ხო, ნუ ეგრე არის რა, ის ამბობს რომ მე მე-13 ვაძლევ შავს ფეზერვეიტს, რომ ეს მაგ ლოგიკა აქვს და ერთხელ მეც მეკუთვნის ეგ ერთი და თან ეგ მაგის სიტყვებია თუ რა არის, მაგას ვინ უყურებს კაცო, ილია ფაქტია რომ ჩხუბობს რა კამერაზე. რეალურად ხო არ მიცემ შანსს, ანუ თუ წააგო ბელალმა და ეგრევე ადის. ილიას ხო არ აძლევს შანსს, კომპრომისს არ უკეთებს UFC-ს. ილიას არ აძლევს შანსს რა, ილიას სამაგიეროდ ილია არ იჩაგრება, ხო? ილია ჩხუბობს კამარზე, ილიას მაინდა-მაინც მახაჩევის ის კი არა. აი მე მახაჩევზე მაინც განცდა მაგის, რომ აი ეს წონიდან ასვლა მაგ დროს როცა ილია მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რაღაცა იქაც ლაგდება მესმის. მე მგონია რომ მაინც მახაჩევს ძალიან დიდი ეგო აქვს იმისთვის რომ ეს ვოთიფად დატოვოს უკან რომ აი მოვიდა ილია გაიქცა ზევით. ხო, ნუ მაგას ეხავე ამბობს რომ ჩხუბი არ მინდა და მაგას ისე შეფუთავენ რომ არაფერი არ გვინდოდა წონის კლება. როგორც ილია ვერ აფიქსირებდა წონას 66 კილოგრამში, ისე დავიღალე მეც და ავედი, მაგრამ ყველაზე სასაცილო ფაქტი მათ რა არის, ანუ ბელალს რო ეუბნება რომ მორჩა ხდები, ანუ
ბელალისთვის რა როცა ხო მაგას ეუბნები საწყალი კაცი რა დღეს ჩააგდეს რომ ეხა თუ ვერ ჭუბობ ესე იგი მეც ვერ იჭუბებ ხო და ვერ გავიგე რა ვოლკანოვსკი არ გამხდარა ორჯერ ჩემპიონი წააგო და მოიგო ადესანი არ გახდარა ორჯერ ჩემპიონი და ბელალს ეხა ეუბნები რომ თუ წააგე მე გავხდები და მე ესე იგი ჩვენ ვეღარ ჭუბობთ ესე იგი შენ მე ვერ გამეკარები ბელალი იქნებ მობრუნდა და მოუგო ბაკლის იმასთან ედვარდსთან მიუხედავად იმისა რომ აი ბოლკით მორჩა იქ ჭუბი მე მაინც გონია განცდა რომ ედვარდს დიდი უპირატესობა ჰქონდა პირველ ჭუბში მიიღო მეორე შანსი ბელალმა წავიდა მოიგო ხო ანუ და აქ რა გამოდის რომ ისლამი ავიდა 77 კილოგრამში და სანამ ისლამი ჩემპიონი იქნება ბელალმა სულ რო გადახოცოს იქ ესე ვერ გახდება ჩემპიონი და მოკლედ თვითონ ბელალის ინტერესებში არის რომ მოილაპარაკონ რა ხა მართლა არ არიან ბავშვების მეგობრები და მართლა არ არიან უბრალოდ რა არის იცით ამ ბელოს ასაკიცაღარა ისეთი რა 36 წლისა ბელალი 36 არის ხო და მით უმეტეს ეხა უნდა ზუსტად ასაკირო არა აქ ეხა უნდა რომ იყოს ჩემპიონის სტატუსით იმიტომ რომ მებრძოლი ფულს შოულობს მისი კარიერის აი ხა ბელალმა რომ რითიც უნდა არჩინოს მთელი თავისი თავი და მთელი თავისი ოჯახი ეგ ფული უნდა იშოვოს აი ეხლა ხო, უბრალოდ ნახე, მე მაინც ყოველთვის ვიდეო ხოლმე სხვა მხარეს გახევთ. ჩვენ კაი ვარიანტია ვიღოთ ჩვენთვის ქართველებისთვის. ბელალმა მოიგო, რაც დიდი ეჭვი მაქვს რომ მოხდება მასე. ბელალმა მოიგო, ისლამი ვერადის, ხდება ილიას. ილია უგებს ისლამს. რა შვება? მეორედ არ მგონია წონის დაკლებაზე და გარისკოს და რემატჩი აიღოს ილიასთან. დიდი ალბათობით სხვაგან ცდის. სხვაგან ასულს თუ ბელალი დახტა ბელას მოითხო რატო გონია რომ რემატჩი არ მოითხოს ეგრე შეეგუება? არ ვიცი. აი მე განცდა მაქვს რომ თუ ეს წონის პრობლემა აქვს კლების. აქვს, მაგრამ ნუ უგლის ილიაზე კიდევ უფრო გაუჭირდება მეორეჯერ. გაჩნია ხო იქ მაგრამ 32-ის არის ხო ისლამი თუ 33-ის ხო? ხო. ეხა კიდე ორი ჭუბი ჩემი აზრით აქვს. შეუძლია. რაღაცა რომ ორჯერ კიდე დაიკლებს ზონას და ილია რო გათიშავს მე მგონი მოითხოს რომ უბრალოდ გათიშული ისლამ მახაჩევის რემატჩი. აი არ მაშ ვოლკანოვსკისაც ეკუთვნოდა რემატჩი. ხო, ნუ შეიძლება ეკუთვნოდა და ეგრეც იყო კიდეც ილია რო დარჩენილი იყო მაგდონაში ვოლკანოვსკის აძლევდა. ილიას პერიოდში თუ მახაჩევს ეჭხობა. თან ილიამ წინასე თქვა რომ აი ბადი სერიოზულად მარკეტინგულად კარგი. შეიძლება ილიამ არ მიცეს ჭუბი ისლამს. ხო, ილიამ შეიძლება ისლამს არ მიცეს ჭუბი, თუ დამაჯერებლად მოუგო ისლამს. ეხა თუ 5 რაუნდიანი ბრძოლა იყო და 3-2-ზე მოუგოს მესმის. მაგრამ თუ ილიას იმ სტილს მიუყვებით რა სტილიც აქვს, თუ იგებს რაღაც ლამასად და პომპეზურად. ამ პომპეზური გამარჯვების შემდეგ დიდი შანსია რომ პადის ამ პერიოდში რაღაც ერთი ჭუბი კიდე კონდეს მოგებული და მაგარი მატჩაპი ხდება უკვე რაღაც ბექ ისტორია ის ამ დროს ისლამი ხდება ძალიან ჩამოკიდებული. თუ ბელალია ჩემპიონი, ხო პრობლემა არის, სადღაც ავა. და თუ ბელალი არ არის ჩემპიონი და შავკატი არის, ეგეც ისეთი არის, შედარებით უკეთესია, მაგრამ მაინც სადღაც მოუწევს ბელალთან დაპირისპირება. სუპერ ბრძოლა აქვს რეალურად ისლამს 77-შიც. ის შავკატი ისლამ მახაჩევი არის, აი პეტერბიევი ბივოლი ოღონდ MMA-ში ჩათვალე რა ძალიან მაგარი ურთაბრძოლა გაიყიდება სერიოზული ყურადღება მიექცევა რაც შეეხება ილიას ყაზახეთ დაღესტანი ხო ილიას და პედის ჭუბსაც შეეხება ხა ილია ისლამ მახაჩევი MMA-ის გულშემატკივრებისთვის არის ალბათ რა ვიცი ტოპ პირველი მეორე ჭუბი და ასპინალი ჯონსი მაგრამ ასპინალ ჯონზე მეტად მე დარწმუნებული ვარ რომ ილია ისლამი უფრო არის აი ვისაც MMA ძალიან უყვარს და აინტერესებს რომ საუკეთესო ხარისხის ორთაბრძოლა მიიღოს ისლამი ილია არის ტოპი მაგრამ აი უფრო პოპკორნი პედი და ილია როგორც კომერციული კინო ჩათვალე ისლამი ილია არის რაღაც შიშტოვ კიშლოვსკის რაღაც სასწაული ფილმი რომელსაც აფასებენ კრიტიკოსები და ამბობენ რომ ეს არის შედევრი და ილია პედი არის Hangover მესამე ნაწილი რომელიც გაიყიდება და იქნება ყველა ბედნიერი თუმცა შინაარსობრივად ის უფრო ღირებული უფრო რაღაცნაირად ღირებული არის იმიტომ რომ აქ მე მართლა უბრალოდ ვერ ხვდები პედის როგორ ვერ გათიშავს ილია ეს პედი რომ დადგება ამ თავის ხელჩამოწეულ დგომში
აუცილებლად მოარტყავს ხვაში და გათიშავს თან ილია 70 კილოგრამში მართლა ვისაც დაარტყავს იმას დააგდებს სადაც აი ხარში რო დაარტყავს ხარს მოტეხავს ჩემი აზრით და დაუჯერებელ ჯანზე იქნება 28 წლის პიკში და კარგად გამოძინებული, კარგად ნაკვები, აი ხოთაშორის ილია ჩხუბებზე, გინა ვულკანოვსკისთან, გიდა მაქსთან რო შეატყობ აი ბიჭო ხელი ახოლმე ზოგჯერ რა, უბრალოდ განიერი მხრები აქვს და ძლიერი ფეხები აქვს და ეს ქმნის იმ ვიზუალში აკვლას რომ ჯანზე არის, რა თქმა უნდა რომ ჯანზეა, მაგრამ აი 70-ში როცა ეს ტანით შევსებული აქვს, რასაც ქვია არა მტერს დაავს ეგ რომ მაგას ვინმეს overheads გადაარტყავს დამთავრებული არის თუ ვინმეს ორგანიზმი ილიას ესმის ნუ ბუნებრივია ილიას ესმის ყველაზე მეტად ილია ამბობს რომ 100%-ითო ფორმაში არასოდეს არ ყოფილვარ ამ წონაში იმიტომ რომ ეს წონის კლება პრობლემაა მან საინტერესო რაღაცას ეუნება მან იმას როგანს ღვინის დალევას რომ ეს გამეცინა მაგრამ რომ ეს დეჰიდრატაციას იწვევსო და მე ხშირად მიმართავ ხოლმე მაგ მეთოდს წონის კლების რა თქმა უნდა თორე აბა დალევა რა თმინდა არა და ისე მაგარ რაღაცას აყოლებს რომ რაღაც მომენტში სვალთო დავთვერითო მთელი გებიო და ხვალო ვიღაც მონსტრთან უნდა ვიჩხუბო და what the fuck are we doing რა მაგრად იკითხა რა რას ვაკეთებთ ხალხო რატო სვალთო ხვალ ჩხუბი ვაკო მაგრამ ნუ იმუშავაო მაგანო და რეალურად დაიკლო და ეს ძალა რა შვება ზოგადად მებრძოლებში ეგ ყოველთვის კაფეა ჩანს ძალა და მომზადებას ანუ კემპი ხო და ვერც ემზადება ანუ კემპი რო იტანჯება ხა წარმოიდგინე წონის კლებაზე უფრო ფიქრობს ვიდრე რაღაცა სტილისტიკურ დაპირისპირებაზე ძალიან სპეციფიურ დიეტაზე ჯდება კემპის დაწყების დნინ რა ანუ სტილით რაღაც ორი კვერცხი ცოტა ბრინჯი და რა ქვია სალმონ რა ქვია ორაკულის რაღაცა ფილე შემწვარი air fryer-ში გრამი ზეთის გარეშე ხო მე შუა დღეს რაღაცა არ ვიცი ასე შემდეგ და 70 კილოგრამში ხო ანუ კაი ხასიათი ძალიან რასაც უნდა იმას შეჭამს ახლა მაკდონალდში ვერ ივლის მაგრამ სხვათაშორის ეგ ერთ-ერთი ის იყო ფლოიდ მეივეზერის ერთ-ერთი წარმატების მიზეზი ეგ იყო რომ როგორ ნიშნავდა ხოლმე ჩხუბებს იცი აი ვიღაცა რო იცოდა რომ უნდა მომგვარიყო წონის კლებით კანელოს ეჩხუბა 154 პაუნდში მეივეზერი იყო lightweight მანამდე welterweight-ში ძალიან ცოტა სიკლებდა და ცნობილია მეივეზერი კემპის დროს ბიგმაკებს ჭამდა ხოლმე და კოკა-კოლას სვავდა და იმიტომ რომ ის იყო რა იცოდა რომ სხვა რაღაცაზე იყო დაყრდნობილი ეგ ყველაფერი და როცა მაგ მდგომარეობაში ხარ რომ შენ მხიარული კემპის გატარება შეგვიძლია და ეხლა ჩვენთვის ეს ამის გააზრება ძალიან ძნელია თუ რამ ხელათი უფრო მოტივირებული და კარგ განწყობაზე ხარ როცა იცი რომ ვარჯიშის მერე შეჭამ კარგად ეს არის მებრძოლისთვის აი სიამოვნებების top tier-ი, რასაც ქვია, რომ აი იცი რომ ეხა აი რომ მოკვდები, რომ დაღწვავ 2500 კალორიას და მიდიხარ ქათმის ფილე და ბრინჯი უნდა ჭამო, ვითომ ხო რაღაც ისე ჟღერს, რომ აი რა მოითმენ, რა თქმა უნდა და ითმენენ კიდეც რა, მაგრამ რო იცი რომ იქ შეგიძლია რომ სტეიკი რომელიც იმაში რა ქვია ნივრიან კარაქში იქნება ამოვლებული და აი გვერდზე რაღაცა კარგი ფრი და ესეთი ვარჯიშები ხო ვარჯიშის მერე ესეთი ჭამა ეს აბსოლუტურად სხვანაირი კემპი არის და სხვა ენერგიაზე ხარ და უფრო მაგრათაც ვარჯიშობ მარტო ჭუბზე არ არის და შემდეგ უფრო მაგრად ჭუბობ და ფაქტია რომ აი MMA-ში თუ რაღაცას ხვეც ეს არის არ ვიცი ხასიათი აი ბრაის მიჩას ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ხასიათი ჩემი აზრით ჯაჭვური ერთმანეთთან და როგორ ხასიათზეც ხარ ისე მდგომარეობაში აღმოჩნდები სადღაც შეიძლება ხა არ გატყდე მაგრამ ხასიათი ძალიან ბევრს ნიშნავს აი კაი ხასიათზე როცა ხარ ყველაფერს უფრო კარგად აკეთებ აი ჩვენ ყოველდღიურობიდან რო ავიღოთ ხა არ არის აუცილებელი მებრძოლი იყო და ჩხუბობდე მარტო იმისთვის რომ ხასიათსა და საქმის კეთებას შორის კავშირი ნახო რა თქმა უნდა და მით უმეტეს ილიას სტილს რომელიც ახლა ილიას სტილს ვერაფერს ვერ დააკლებს წონა სტილისტიკური კუთხით გულისხმობ იმას რომ არის სტილი რომელიც უფრო შეგანელებს და რაღაც რა შეანელებს იდეალურად და ამ სტილს ილიას სტილს რომელიც მომაკვდინებელი სტილია მიუმატებ წონას რომელიც
გმატებს ძალას იმისთვის რომ გათიშო. გამძლეობა. აი ხა ამ ყველაფერს რო თავი დავანებოთ. აი ზალალს რო ეჭხუბა ილია დებიუტში 6 submission attempt-ი რო ქონდა ყველა განსხვავებულ სტილში. აი ხა ილია რომ მან კარგად მომზადებული ყოფილიყო და ჟანზე 6 მცდელობის მაგივრად ერთი ექნებოდა და წარმატებული. ამიტომ ყველაფერი კარგად გამოგდის. აბსოლუტურად ყველაფერი კარგად გამოგდის და ზოგადად სხვანაირად უმკლავდები იმ პრობლემებს, რაც შეიძლება რომ ოქტაგონზე შეგექმნას რა და ასე რომ ეს უმნიშვნელოვანესი ამბავია რა. იმ დეფიციტს, რასაც თქვა რიჩი და სიმაღლე, მაგას ილია მიხედავს, არ არის პრობლემა და აგერ ბელალი არის 1.78 ისლამი არის რამდენი არის 1.80-მდეა სადღაც 79 თუ რაღაც რა და 78 ხო იმ დღეს იმას ვქენი რა ქვია იმ დღეს ლაივში ვიყავი და ვკითხე და 78 ხო და არ არის ეგ ისეთი უპირატესობა რომ რაღაც აი წარმოიდგინე 70 არის ილია იმ დღეს ვნახულობდი არ ვიცი რამდენად რეალურია ეჭვი მაქვს რომ არ არის რეალური მაგრამ დაუშვათ რომ ახლა დიდ ცნობიერება არ უნდა კონდეს ცარუგიანს უწერია რომ არის 70 72 არა ცარუგიანი ცოტათი ილიას მაღალი არის ყველა ვარიანტში იქნება მაგრამ არ მგონია რომ მახაჩევსა და ილიას შორის რაღაცა ცარუგიანი ძალიან დგომში რო დადგებია ესე ხო რა სიმაღლეში ვეჯიბე ხო ესე ვდგები ორივე დგომში რო დგეხართ ის რომ მაღალი არის სხვანაირად იხრება და რო დგომში რო ეგ არის თავარი უპირატესობა იქნება რო დგომში რო დადგებიან მაგაში არის სხვაობა რა და ეგ არ არის ჩვენ რამდენჯერ გვითქვამს რომ ილია რო პატარა არის მახაჩევზე ეგ არ არის მაინც და მაინც ცუდი რა პლუსიც აქვს მინუსიც აქვს და ჩვენ არ უნდა უყუროთ ილიას და ისლამის ხო მინუს აი ილია რო ფოკეტში ჩაჭდება რასაც ეძახენ ჯიბის დისტანციაზე ჩაჭდება ისლამს უფრო არ იცოდინება იქ რა უნდა ქნას თავარი არის ცაციაზე როგორ გადაეწყობა თავარი როგორ მოახერხებს რომ ის უპირატესობა რაც ნათელია ისლამისთვის საციობა რას ნიშნავს რომ უკანა ფეხი აჯდება ილიას ღვიძლს და რასაც აუცილებლად ამუშავებს ეგ არის ნუ აი როგორი ამბავი ვიცი რომ აი ყველა მიცის რომ ჩხუბი რო დაიწყება პირველი დარტყმა ისლამის იქნება ეგ რომ წავა ან თავში ან ფეხში და ილიამ უნდა დაიცვას ეგ და ხო სართულებს ანუ ეგ უბრალოდ ამაზე ილიას უნდა კონდეს ისეთი პასუხი რომ ისლამი როცა მოიქნევს ამ ფეხს იცოდეს რომ აი ამას რო ვაკეთებ ეგრევე ყვაში მხვდება ან რაღაც ეგეთი უნდა უპასუხოს რა მაგ დარტყმების ბევრის მიღება არ შეიძლება просто ბლოკო ჯერ ერთი ხელი გეტკინება კი პირველ რაუნდში ორს დაბლოკავ და მესამეს დაიხნევ ხო არ ნუ შეიძლება 4-ის დაბლოკო მაგრამ ნუ 25 წუთი გაქვს საჩხუბარი რა მაგდენს ვერ დაბლოკავ ასე რომ ეგ იქნება ძალიან გადამწყვეტი ეპიზოდი ჩხუბში რომ დაიწყება ჩხუბი რა პასუხს გასცემს ილია ისლამის მოქნეულ ბოდიკიკებს ან ჰედკიკებს ეგ წაიყვანს ჩხუბს ან აქეთ ან იქეთ რა ქემიაზრით ასავარაუდოთ მე მაინც გონია რომ ილიას ეს ხარტი დისტანციის ჩახურვის სკილი და ნიჭი გამოადგება იმაში რომ როგორც კი მახაჩევმა ყველაზე პირველ რიგში უნდა იგრძნოს ის რომ ეს ცდელობა არაშედეგიანი არის კი არა თუ არაშედეგიანია მან შეიძლება მაინც გააგრძელოს იმიტომ სადღაც მეხუთე რაუნდში შეიძლება შედეგი მოგიტანოს უნდა იგრძნოს რომ ამის ცდელობა რისკი არის მისთვის რაღაცა კომპრომისი არის და თუ ილია შეძლებს იმას რომ თქვა კუთხეებს თუ უკანა ფეხზე მოუწევს მახაჩევს დგომა ძალიან რთული იქნება ამ დარტყმების გაშვება და როგორც კი ფეხს გაიქნევს თუ პირდაპირ ან ჯებით შევა ან კროსით შევა და ამათ ერთხელ მაინც მძიმედ აგრძნობინებს მის ძალას და კომბინაციას მიაყოლებს. ეს ხო შეიძლება სეტაპისთვის იდეალური დასწრის იყო. ფეხს წევს ნიშნავს იმას რომ მინიმუმ წამის ნახევარი აქ იმისთვის რომ დაფიქსირებული ოპონენტი ყავს უკანა ფეხზე ვეღარ გადავა. აი მაგ მომენტში რომ ორი კომბინაცია გაუტაროს ჩემი აზრით მახაჩევს მოუწევს გეგმების ცვლილება. კი ბატონო, რაღაც უნდა აგრძნობინოს, რაღაცა უნდა უპასუხოს ილიამ ამ ყველაფერზე, რაც მოსალოდნელი არ ვიცი, შეიძლება ხა ადგეს ისლამი და აი აბსოლუტურად ჭიდაობაზე გადაერთოს რა და ეგეთი გეგმა კონდეს რომ იჭიდაოთ რა უბრალოდ ნანახი გვაქვს რა ისლამ ვოლკს აი პირობას გაძლევთ რომ ილია ვოლკზე უფრო მეტი მოჭიდავე არის აი აგის თავს დავდებ რომ ვოლკი და ილია რო აჭიდაო
ანუ ილია მოიგებს, აი რომ ჩააცვა ბერძნულ რომაული გინდა თუ რა ძიუდო გინდა თუ რაც გინდა, ყველაფერში მოიგებს ილია, იმიტომ რომ ჯერჯერობით ილია მოჭიდავე იყო. ვოლკი იყო მორაგბე და მე ისწავლა ეგ ყველაფერი. ხო და კარგი ბაზაა. ხო, არა, რასაც ილია არა რეალურად იმ მებრძოლთაგანი, რომელსაც კამარი ესე უბრალოდ იმის გამო აქვს, რომ რაღაცა მწვნელს დაანუყვარს. დაუჯერებელი ორთაბრძოლა იქნება. ერთი სიტყვით ილიას და ისლამის დაპირისპირება იქნება ბრძოლა, რომელიც შეცვლის MMA-ს. მართლა სხვა ეპოქა დადგება. ჩვენ ყავს ჩვენი ფავორიტი ამ ორთაბრძოლაში და გამოცხადების დღიდან ჩვენი როგორც MMA-ის გულშემატკივრობის ყოველდღიურობა იცვლება. მაყურებელს ძალიან მინდა რომ ვთქვა რომ იაქტიურეთ თუ შეიძლება გამოგვეკამათეთ კომენტარებში ჩვენ აუცილებლად გამოვანათებთ ასე ვთქვათ შემდეგ გადაცემაში თქვენს დაწერილ კომენტარებს და საინტერესო კომენტარებს ამოვარჩევთ და გიპასუხებთ შეგიძლიათ რომ ნებისმიერ სახის შეკითხვა დაგისვათ და გვისვათ ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს რომ მეტი ინტერაქცია გქონდეს მაყურებელთან ასე რომ შემოგთავაზებთ თქვენი hot take-ები გითხარით თქვენი მოსაზრებები იმ თემებზე რაზეც მე და ზუკა საუბრობთ და ჩვენ ამ ყველაფერს შეუჩნელად არ დავტოვებთ რა თქმა უნდა. დღეისათვის დაგემშვიდობებით, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ჩვენი არხი. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო For Dealer Auto Imports, რადგან გვერდში გვიდგას და გვეხმარება ამ პოდკასტის არსებობაში. გემშვიდობებით, შევხვდებით მომავალ კვირას. დროებით.